ნებისმიერი კომპიუტერის ნაწილი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არსებობს მთავარი და შედარებით მეორე ხარისხოვანი, ასე ვთქვათ, შესაძლებლად. კომპიუტერში მთავარი ნაწილი ალბათ პროცესორია, ან იგივე შეიძლება ითქვას დედაპლატა. საკმაოდ ბევრი ნაწილია, მაგრამ ნებისმიერი მათგანის შესვლა შეიძლება. შეიძლება ახალი პროცესორი დააყენო, შეიძლება ახალი დედაპლატა დააყენო, მოკლედ ეს ყველაფერი გამოსწორებადია. მხოლოდ ერთადერთია, რომელსაც ვერ გამოასწორებ გაფუჭების შემთხვევაში, ის არის Winchester-ი. ამ შემთხვევაში აქ გვაქვს ესეთი პროგრამა HDD Live, რაც Live ნიშნავს სიცოცხლე, HDD Winchester-ი Live სიცოცხლე. ანუ Winchester-ის სიცოცხლე შეგვიძლია გადმოვიწეროთ, ანუ მისი მისამართია HDD Live წერტილი.ru ან com არ აქვს მნიშვნელობა. არის რუსულენოვანი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის ფასიანია, მაგრამ 15 დღით მოგვემსახურება უპასუხოთ. მოდი გადმოვიწეროთ, ნახოთ, რას წარმოადგენს, უბრალოდ ყოფილა გადმოწერილი. ამას აღარ დაველოდები. რადგან გვაქვს გადმოწერილი, შეიძლება მისი დაყენება და ასე ვთქვათ, დატესტვა. მისი აზრი ის არის, რომ დაიცვას Winchester-ი და წინასწარ გვაცნობას მისი შესახებ თუ როდის გაფუჭდება, ასე ვთქვათ, უხეშად რო თქვა. Winchester-ი ერთ-ერთი საინტერესო, აქ მოუხსნათ ეს და უბრალოდ გაშვებაზე დავაყენებ. Winchester-ი ალბათ ერთ-ერთი ის არის, რომელიც ინახავს საკმაოდ დიდ ინფორმაციას ჩვენს შესახებ და შესაბამისად მისი გაფუჭება არავის არაფრად არ აწყობს. პროგრამა ინსტალაციას მოჩა, ანუ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ რაც უფრო ხშირად არის ჩართული, მით უფრო ხშირად, ასე ვთქვათ, უფრო ტკბიანდება, ამ შემთხვევაში ის ჩართულია. რაც უფრო ხშირად არის ჩართული, მით უფრო ტკბიანდება, როგორც უკვე ვთქვი და უფრო ასე ვთქვათ, სწორად გვაწვდის ჩვენს შესახებ ინფორმაციას. ამ შემთხვევაში ჩემი ტემპერატურა არის 51 გრადუსი და უნდა იყოს მაქსიმუმ 51. ანუ 51 გრადუსის მაღალზე უკვე Winchester-ი ავარიულ რეჟიმში იწყებს მუშაობას, რაც თქმა უნდა საბოლოო ჯამში გამოიწვევს მის წყობრიდან გამოსვლას. როგორც პროგრამა აგვეუბნება, მას დარჩა 3 წელი. სხვადასხვა პრაქტიკიდან გამომდინარე ძალიან იშვიათად ცდება და ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ ცდება პროგრამა, მაგრამ ჩემი Winchester-ი 2005 წელს არის თუ ვცდები ნაყიდი და შესაბამისად 9 წელი მისთვის არც ისე ცოტა არის, მოკლედ საკმაოდ დაიმსახურებს ნამდვილად 3 წლის შემდეგ დასვენებას, მაგრამ შეგიძლია შეამოწმო ყოველ შემთხვევაში მაინც იცოდეთ გაქვთ თუ არა გაქვთ თუ არა ენდობით თუ არა თქვენ სისტემას. ასევე აქ არის ეს ლეპტოპებისთვის სხვა პროგრამა სჭირდება HDD Live ლეპტოპებისთვის ამის გადმოწერა. ეს გადმოვიწეროთ საჩვეულებრივ პერსონალურ კომპიუტერისთვის კი შემდეგი რომელიც განვიხილეთ.